უკრაინამ Wildberries-ის 10 უმსხვილესი ლოჯისტიკური ცენტრიდან 7 დაბომბა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მუშაობა შეწყვიტა მოსკოვის ოლქში მდებარე უმსხვილესმა ცენტრმაც და დომოდედოვოს საწყობებმაც, რომლებიც უკრაინამ დღეს გამთენიისას გადაწვა. რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის უკრაინა ბრიტანულ დრონებსაც იყენებს. სამხედრო წყაროებმა ინფორმაცია პირველად დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ უკვე 6 თვეა რუსულ სამიზნეებზე იერიშები უკრაინულთან ერთად ბრიტანული ტექნიკითაც ხორციელდება. ანალიტიკოსების შეფასებით ამ პერიოდში რუსეთის ეკონომიკას 35 მილიარდ გირვანკა სტერლინგზე მეტი ზიანი მიადგა. თეირანი ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ან დატყვევებისთვის $30,000 ოდენობის ჯილდოს აწესებს. ირანის არმიის მეთაურის ამირ ჰათამის განცხადებით, ის ვინც ამერიკელ სამხედროს მოკლავს ან დაატყვევებს და ირანის ხელისუფლებას გადასცემს 5 მილიარდ ირანულ თუმანს მიიღებს. მისივე თქმით, თუ ამერიკელ სამხედროს ქალი მოკლავს ან დაატყვევებს, ჯილდო გაორმაგდება. სიცილიაში მესინას მუზეუმიდან რენესანსის პერიოდის 4 ნახატი მოიპარეს. უცნობია როგორ შეაღწიეს მძარცველებმა მუზეუმში, ისე რომ სიგნალიზაცია არ ჩაირთო. იტალიის კულტურის მინისტრის განცხადებით, ნამუშევრებს განსაკუთრებული ღირებულება აქვს და დიდი დანაკარგია ხელოვნების სამყაროსთვის.